თავიდან გააზრებული მქონდა, რომ მაღალი დონის ჩემპიონატში მივდიოდი. უბრალოდ თავდაჯერებას არ ვიჩივი რა ზოგადად ჩემი თავის იმედი სულ მაქვს რა და ვიცოდი რომ შანსი თუ მომეცემოდა შემეძლო რომ დამემტკიცებინა რა ჩემი ფასი, ჩემი შესაძლებლობა და უბრალოდ ესე მალე მეც არ ველოდის იმას რომ გითხრათ, მაგრამ რომის ფასი და კონცენტრაციის ფასი ეს არის რა, ესე რო ვთქვა და საბედნიეროდ ძალიან მალე მოხდა ეს შერწყმა და კარგად გამოვიდა ყველაფერი რა და დანარჩენი მომავალი გვანახებს რა იქნება და როგორ რა. ლა ლიგადან არიან გამოყოლილი ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მაშინ ის თამაშობდა როცა კადიჯის ლა ლიგაში იყო, ეხლაც აქ არიან ბევრი ფეხბურთელი, წამყვანი ფეხბურთელები და მართლა სხვა დონე არის რა. პირველ დღეს რო ვარჯიშზე რომ მოვედი, ანუ ინდივიდუალური მქონდა, ჯერ ბოლომდე არ მქონდა კონტრაქტი მოწერილი და ინდივიდუალურად მოვარჯიშებდნენ, ცოტა დაიტვირთებო რა, თვალ რო არ გაჩერდებო და სულად ვიყავი, ვეღარ სუნთქავდი რა, მაგრამ არ ვცდილობდი რომ არ შემემჩნია რა და ეხაც ჯერჯერობით კიდე შესვერის ფაზაში ვარ რა, ვარჯიშის მერე რომ მოვდივარ სახში, სადაც ვჭდები იქ მივდივარ, იქიდან მივდივარ მეორე დღეს ვარჯიშზე, იმიტომ რომ ისეთ დაღლილივარ სპანაირად არ გამოდის რა და ნენელა უკვე ეს ყოველდღიურობაში რო გადავა, ჩემი აზრით მარტივად შევეჩვევი და მე ბევრად უფრო მაღალ დონეზე წარმოვაჩენ თავს. ბევრი სხვაობა არაფერში არა, სიმართლე რო თქვა, უბრალოდ მიჩვეულები არიან ამ ხელა ტემპში სულ მოძრაობას თამაშს და მაგით ჩაგრავდნენ ესე რო თქვა რა, ეს ახალგაზრდულში რაც იყო უპირატესობა რაშიც მიიღეს მაგასთან დაკავშირებით რა და გუნდშიც თამაში იყო, ანუ ის გოლი რო გავიტანე პირველი 6 წუთში რო შევედი და მაგ დროს რო გავიტანე გოლი, მეორე დღეს ვარჯიში იყო და მეგონა რომ ცოტა ანუ ისეთი ვარჯიში იქნებოდა, რა მსუბუქი ვარჯიში იქნებოდა და გამოვედით და მეორე გუნდთან მქონდა 2-30 წუთიანი ფეხბურთი რა ერთმანეთში რა. გავმეთქი რა ხდება უცებ. მაგრამ იქაც ერთ-ერთი მორჩა იქაც და იქაც მე გავიტანე საბედნიერო და კარი მოხდა სხვათა შორის რა და იმის მერე ნელა ვიმკვიდრებ რა ჩემ თავს როგორც შემიძლია ისე ნელა ვეჩვევი ტემპსაც უკვე ცოტა ნელდება ფეხბურთელების მოძრაობა მოწინააღმდეგეების და უფრო ვერკვევი მეტად რა. თავიდან რო წამოვედი 25-ში წამოვედი ესპანეთში რა, მაგრამ ორი დღე არ მივარჯიშე, იმიტომ რომ კონტრაქტის დეტალები ირკვევოდა და ხედი არ მქონდა მოწერილი რა და 27-ში უკვე დავიწყე გუნდთან ერთად ვარჯიში და ნუ ძალიან მინდოდა რომ მოსწრებულიყო რეგისტრაციას და წინასაც მოიცა შანსი რომ სათადარიგოზე მაინც ყოფილიყავი რა 31-ში მქონდა თამაში. ხო და ისე გამოვიდა რომ ბოლო დღეს მოვასწარით რეგისტრაცია და სათადარიგოზე დამცვა რა მწვრთნება და თამაშის მიმდინარეობა წავიდა ჯერ, ანუ თამაშს არ დაიწყებოდა ეს ხალხი რო შეიცო და ყველას ყვითელი ფორმა რო ეცა, მან უკვე დავიკარგე რა, პროსტა უყურებდი, თამაშს არაფერი არ მახსოვდა რა და მე პირველ ტაიმის ბოლოს ჩვენ ფეხბურთის რა მოვიდა და მე და ჩემი ერთი თამგუნელი გაგვიშვა გასახურებლად რა და მეთქი ანუ გამიკვირდა რა, მეთქი ეგრევე მე ხوار შემიყვანს ქონდა, მაგრამ მაინც ისე გავხურდი რა, მეთქი მეტად შემიყვაროს რა და ეს შეიყვანა მეორე ჩვენი გუნდელი და პირველ ტაიმი გავიდა, მე მეორე ტაიმიც გავიდა, კიდე სხვა შეიყვანა და ბოლოს შლება იყო უკვე დარჩენილი რა. და დაუძახა სხვას. ბოლოს შლება რა, ბოლო პაუზა იყო და სამი შლება გქონდა, მაგრამ ერთ ფეხბურთელს დაუძახა შესაძლებლობა რა და აუ მეთქის უკვე მორჩა აღარ შევყავა, ვეღარ შემიყვარდა მე ფიზიკურად რა და ბოლო წამს გადაიფიქრა და მეც დამიძახა რა და ორივე შევედით და მეთქი ეგა თქო და ჰაერში გავიხადე ის მაიკა გამოვიცვალე უცებ შევედი და რაც მითხრა რა ვიცილობდი რომ კართან ახლოს ყოფილიყავი რა და უცებ არსაიდან ჩამოვარდა ბურთი და მეც შევეცადე რომ უბრალოდ კარში გადამეგზავნა რა, სხვა არაფერი არ მომეგონი. ძალიან მაგარი თამაში იყო, თავიდან მე ვიცოდი უკვე რომ შედარებით მეტი დრო მომეცემოდა, ეხლა მეორე თამაში პირველი თამაშიდან გამომდინარე რა და სად ვიყავი მაგისთვის, უბრალოდ თავიდან რომ შემიყვანა პირველი 10-15 წუთი ცოტა ზედმეტი მოდომების ფაქტორი რო არის, ხო იცი ყველაფრის გაკეთება რო გინდა და ვერაფერს ვერ აკეთებ. აი ეგრე ვიყავი და მე ცოტა რო დამშვიდი რაღაც ტემპში ავყევი ფეხბურთელს რაღაც გამოჩნდა უცებ მომენტი და ეხლა კარში დარტყმა ერთ-ერთი ჩემი ძლიერი მხარი არის და შევეცადე რომ გავმეყენებინა რა და ღმერთის წყალობით ორივე გოლი გავიდა რა და
აი სასწაული შეგრძნება იყო ფანები, მერე ბიჭები, გუნდელები და რავი, აი ყველა რო გამოვიდი გასასვლელში და ტელეფონს რო დავხედე და ვაფშე რა ხდებოდა რო შეხედე გავგიდი. სანამ გოლს გავიტანი, მანამდე ისეთები ხდებოდა ჩემ ტელეფონში და სოციალურ ქსელში. კადიზის ფანებიდან ვერ აღიწერა რა და მე ეს გოლები და ეს თამაშის გადარჩენები რომ მოხვა, საერთოდ რა ხდება, როგორი მესიჯები, როგორი ფოტოები, ისეთი რაღაცებს მიგზავნიან, რომ ანუ ვერ აღწერ რა, ძალიან უყვარს ფეხბურთი, ესეც საფეხბურთო ქვეყანა მართლა ძალიან იშვიათია რა, ალბათ ინგლისი და ალბათ ეს ორი ქვეყანა ესეთი რა და ფანის რაც შეეხება იმ დღეს ვარჯიშის მერე მე და ჩემი მეუღლე ვიყავით საქმეად გასული და მინტანმა რომ მიცნოდა რაღაც მოვიდა ფოტოს გადაღება უნდა და ხელები უკანკალებდა, ანუ ტელეფონს ვერ იჭერდა რა და მეთქი ანუ იური ტალბატაძე ვარ მეთქი რაზე გიკაკალეს ანუ მარტო შეიძლება კრისტიანო რონალდუზე ამიკანკალდეს ხელი რაღაც ფოტო რო გადავიღო რა და აი ეს ამ დონეზე რო ყავთ ფეხბურთელები თუნდაც მე რო გაღმერთებული მაგიტო არის რომ ჩემი აზრით ამ ხელა შედეგი აქვს და აი ესეთი დონით რო არის ამ ქვეყანაში ფეხბურთი რა პირველი ლიგა არის და მეორე ლიგა აქვს ამ ხელა დონეზე ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა რა დილით მივდივართ 8 საათზე საუზმე მერე სადილი ვარჯიშის მერე მასაჟები აგრენთი პროცესები რა ყველაფერი ამ წვნელები ინდივიდუალურად ფიზმომზადების წვნელები ცალკე ანუ ყველანაირი პირობა აქვს საერთოდ რავი მე აღარ წარმომიდგენი ამისებით რა უნდა იყოს საბედნიეროდ საქართველოშიც ნელა მაღლა მიდის ამ ხრივ რა პირობების ხრივ უმატებს და უმატებს კლუბები და კაი არის რა და ალბათ დავეწევით აქაურობასაც და ყველაფერი კარგად იქნება მე ჩვენთანაც რა. ჯერ ბოლომდე არ მოსულა რა თქმა უნდა ორი კვირა არის თითქმის რაც ჩამოვიდი რა და 90 წუთისთვის თუ არა თუ დავიწყებ სასტარტოში 45 60 70 რამდენი წუთის იქნება შევეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო რა და რაც იქნება ეგ იქნება ნენა შევეჩვევი ამ ტეპსაც და მე ალბათ 90 წუთისთვისაც სად ვიქნები რა 90-ისთვის ეხლა მთლიან თამაშს რეალურად შევხედავთ მართლა რომ მაგისტრის ფიზიკურად მზად ისეთი ტემპი არის და ბიჭები ისეთ დონეზე არიან მიშოულები ვარჯიშებიდან გამომდინარე რომ ყველაფერს მაგრამ 90 წუთი შეიძლება ისედაც არ მომიწიოს სულ მზად ვიყო ასე რომ 60-70 წუთისთვის ყოველთვის მზად ვიქნები რა ნებისმიერ ეტაპისთან შეიძლება თამაში ყველგან შეიძლება თამაში თავარი არის თავდაჯერება რა თავდაჯერება დისციპლინა და კონცენტრაცია აი სამი რაღაცის დამსახურებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ჩემი აზრით რა და ჯერჯერობით ამას ვცდილობ რომ მენტალურად ყველაფრისთვის მზად ვიყო და დავაჯერო ჩემთვის რომ ყველაფერი შესაძლებელი იქნება რა კონკურენცია მარტო მოვიდანზე რა მოვიდნის გარეთ მოფერების და სიტყვის გარდა არაფერი არ იგრძნობა ხუმრობა ერთმანეთში სიცილი და ასე შემდეგ რა მოვიდანზე რა თქმა უნდა ყველა იბრძვის ყველაფრისთვის დატეხილი მქონდა კოჭები ერთი ვარჯიში ისეთი ვარჯიში იყო რა და ასე რომ ეგრეც უნდა იყოს მოვიდანზე უნდა ვაგზავნოთ ერთმანეთს მოვიდნის გარეთ სიყვარული რა და ამ ხრივ ძალიან მაღალ დონეზე აქვს ყველაფერი მოვიდანზე და მოვიდნის გარეთ არაფერი არ ეშლება და ზღვარს რაც ერთი მხარე არ გადადის რა არც იქით არც აქეთ და ბიჭები ძალიან მაგრად ამხდნენ ამ ხელადონის ფეხბურთია თამაშები იქ ალექს ერნანდესი არის სუსო არის რავი ძალიან მაგარი დონის ფეხბურთელები არიან და ისე პატივცემენ რომ მე მგონია რომ მაგათი დონის ფეხბურთია თამაშები კი სახლის სიტუაცია გამოვიდა იქიდანაც და აქიდანაც და მაგ ხრივ ძალიან გამიმართა და ეგ არის ჩემი აზრით თავარი ფაქტორი რამაც ჩემი წარმატება პატარა ორ თამაში გამოიწვია რა ჩემი აზრით ყველა ქართველი ფეხბურთელის მიზანი ეგ არის რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ რა და ჩემი აზრით ერთი ნაბიჯი გადავდგი კიდე იმ ხრივ რომ ესპანეთში წამოვედი სათამაშოდ აქ თუ დავამტკიცებ მერე ჩემზე კომპეტენტური ხალხი არის იქ სათავეში და გადაწყვიტავ იმსახურებს თუ არ იმსახურებს და დანარჩენი უკვე დროის ფაქტორია და მე ჩემ გასაკეთებელს ყოველთვის მაქსიმალურად ვეცდები რომ გავაკეთო და დანარჩენს დრო გვანახებს არანაირ ცდილობას არ ვატყობ, ვცდილობ ისეთი მოედანზე ისეთი აგრესიული იყო, თავდაჯერებული, რადგან ჩემი აზრით თავარი წარმატების
ფორმულა არის ეს, ჩემი სტილიდან გამომდინარე და ნუ სხვა ფეხბურთელებზე არ ვიცი და მე ვეცდები რომ ისე კარგად მიდის ყველაფერი რომ ამ დონეზე გავაგზელო თუ არ მოუმატებ რა ყოველ შემთხვევაში პროგრესიება კიდე გარდაუვალი არის როცა ვარჯიშობ და შრომობ რა მაგ მხრივ მინდა ვთქვა რომ ჩვენი თაობა კიდე უფრო ახალგაზრდა თაობა ძალიან შრომის მოყარეები არიან ფეხბურთელები და აი ჩემ გუნდშიც ახალგაზრდები ვინც იყო ყველა ვარჯიშამდე ვარჯიშის მერე ყველა ვარჯიშობდა სულ რა და ძალიან კარგი არის ამას რო ხედავ და ძალიან მიხარი შედეგი რო გვაქვს მაგის დამსახურებაა ჩემი აზრით თან ნაკრებშიც ახლა წამყვანი ფეხბურთელების ეს ახალგაზრდა თაობა არის რა და ეს ძალიან სასიხარულოა რაც იმის გვაძლევს რომ აი ეს პროცესი კიდე უფრო დიდხანს გაგრძელდება რა კიდე 1-10 წელი მინიმუმ მაინც ეს თაობა იქნება რა და ეს ძალიან სასიხარულოა უკვე რომ დონეზე შეუძლიათ და წარმოვიდგენია უკვე 5-6 წელიწადში რა დონეზე იქნებიან ეს ფეხბურთელები ძალიან მაგარია რომ ეს თაობა არის თან ესე შეკრული არის და ძალიან არიან ახლოს იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ერთად მოდიოდნენ ახალგაზრდა ნაკრებში და ჩემი აზრით მომავალში ძალიან ბევრი ძალიან კაი რამე გველოდება რა პირველ რიგში ვფიქრობ რომ ეს თაობა იქნება ის თაობა ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გავუყაროს იცი ანექსი შეიძლება სპეციალურადაც დაადეს იმიტომ რომ ჩამოვედი პირველ დღეს აი ეს წვერი ცოტა აგრესიული გარეგნობა რომ აქ ეს გუნდელი ყავს ერთი ხალი და ტოპურია მეძახი მეთქი არა ვარ ტოპურია მაგრამ იმის მერე მაინც ტოპურიას მეძახის რა იმიტომ რომ აქ ყველა მის ახლა ტოპურია ერთ-ერთი წამყვანი სპორტსმენია ესპანეთის სპორტში რა და ასე რომ ძალიან დიპატივსემენ მას შემიძლია თამამთქვა რომ უკვე პროფესიონალური ფეხბურთელი ვარ რა აი გრო ვიბძენი აი უკვე ხელ მოტივაციაა რომ აღარ ვაპირებ ერთი ნაბიჯის უკანდა და